შენთან ამ კვირის განმავლობაში მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. სამწუხაროდ კვირის განმავლობაში როგორც ყოველთვის საკმაოდ ბევრი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელებში, თუმცა შევეცდები რომ მოგიყვეთ გამოვყო ის თემები, რომელიც საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაიჯერა. ხორავის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ფოტოები კიდევ ერთხელ გავრცელდა, რომელზეც თითქოს ტრაგიკული ამბის დაპირისპირებაა ასახული. პოსტის ავტორი წერს, რომ კადრების მეშვეობით მკვლელის ამოცნობა შესაძლებელი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გავრცელებულ ფოტოებს მკვლელობის საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს და ის უბრალოდ დეზინფორმაციაა. იგივე ფოტოები 2017 წელსაც გავრცელდა, რომელიც მაშინ საინფორმაციო სააგენტოებმაც გააზიარეს. შეგახსენეთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მოზარდებს შორის დაპირისპირება 2017 წლის 1 დეკემბერს მოხდა, რა დროსაც ორი არასრულწლოვანი გარდაიცვალა. საქმეზე გამოძიება ამ დრომდე გრძელდება. ანუ ხერხული როცა ესეთი თემებიც ხდება მსგავსი ტირაჟები. ნამდვილად გეთანხმებით, ზირთადად ანუ ასეთი თემებით და არა მხოლოდ ამ თემით, ძალიან ბევრი ასეთი სენსიტიური თემებით ხშირად ხდება ხოლმე სპეკულირება და სწორედ აი იმ საიტებზე, რაზეც ხშირად საუბრობ ხოლმე, იმის გამო რომ მომხმარებლები გადავიდნენ და სხვადასხვა სარეკლამო რგოლები ნახონ, სწორედ ამიტომ ხდება ხოლმე მსგავსი სათაურებით ფოტოების ანუ ყველა მართლაც მიზანს ეს შემთხვევაა, როდესაც აქ არანაირი მორალური ღირსება არ არსებობს. ნამდვილად, გეთანხმებით. უბედური შემთხვევა თბილისში თამაშის დროს 4 წლის ბავშვი ძმამ სარეცხის მანქანაში ჩასვა და ჩართო. მშობლებმა სარეცხი მანქანის კარი გამოამტრიეს, დასახიჩრებული ბავშვი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაცია ამის შესახებ სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს, რომლებმაც წყაროდ ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ დაწერილი Facebook სტატუსი მიუთითეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ქონია. იგივე პასუხი მივიღეთ საავადმყოფოს ადმინისტრაციისგან, მათ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდეს. ეს შესაძლებელია ვიღაცისთვის მაგალითი იყოს, ახლა ძალიან ცუდ რამეს ვიძახი, მაგრამ რომელიღაცა ოჯახის ერთმა შვილმა ცადოს, რომ თავისი ძმა ჩასვას სარეცხ მანქანაში, ეს მე მგონი ძალიან ცუდი რამ არის, რაც შეიძლება გაუკეთოთ სხვებს. თუმცა რატომ უნდა გაგიჩნდეს ამის? მე ვფიქრობ, რომ უცხოეთში მოხდა, ნამდვილად მოხდა ასეთი შემთხვევა. ეს ძალიან ცნობილი ამბავია, უჩა კატარო შემთხვევით დაატრიალა, შემდეგ უჩილა და მან ძალიან დიდი რაოდენობით ფული მოიგო და სწორედ ამის შემდეგ აწერია ყველა ელექტრონ მოწყობილობას, რომ იქ კატა ან რაღაც ცხოველი ან ბავშვი არ უნდა შესვა, ეს გავიარეთ უკვე. კი, თუმცა ანუ ბავშვის ამბავი ნამდვილად მოხდა ხოლმე საზღვარგარეთ, რომელიც ერთ-ერთ ქვეყანაში, სადაც ნამდვილად აღმოჩნდა ბავშვის სარეცხი მანქანაში, სავარაუდოდ ამ პოსტმა კარგად იმუშავა და სწორედ fake news-ები იმ ეს თქვა სტატიიდან გამომდინარე გავრცელდა. არსებობს საიტები, რომლებიც ესეთ ინფორმაციას ტირაჟირებას ახდენენ და ეხლა უკვე ეს საიტები, რომელსაც ამდენი დამლაიქებელი, ეგრეთ წოდებული მომწოდებელი ყავს და ამდენი ადამიანი შედის იმ გვერდზე მომხმარებელი, უკვე გამოჩნდა პოსტები ამ გვერდზე, რომ ყიდი გვერდს. და ამ გვერდებს, ანუ რომელსაც მოყვება უამრავი ელექტორატი, ყიდიან ამ გვერდს. ბიზნესი არის, შეიძლება შენ გარკვეული 10-15 გვერდი, მაგალითად, ქართულ სახელოვნებო მიმართულებით არსებობს ორი საიტი, მე არ მინდა ხა დავასახელო, რომლებიც უწერენ, რომ ყიდი გვერდს. და თან ანუ საერთო ჯამში რა ხდება, რომ ისედაც რეალურად ძალიან ბევრი ცუდი ამბავი ხდება, რომლითაც რა თქმა უნდა მძიმდება სოციალური ფონი, თუ მეტეს თქვა ამ წელს ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითი ჰქონდა იქ გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქებები და ასე შემდეგ და ამას კიდევ ემატება ამდენი სრულ ინფორმაცია. სულ მოგდის ნეგატივი და უკვე რთულია მართლა მთელი დღის განმავლობაში ყველგან შეხვიდე და გადაამოწმე. გეთანხმებით, გადამოწმებელი ინფორმაციის გავრცელების გამო ამჯერად ბოდიშის მოხდა დასჭირდა რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს. მათ მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების წევრის ჯაბა ყველაშვილის ფოტოები გაავრცელეს, სადაც ამტკიცებდნენ, რომ სპორტსმენს ქუძე რუსეთი ეწერა. ფოტოდან წარწერის მხოლოდ ნახევარი იკითხებოდა, თუმცა ონლაინ გამოცემებმა და სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ის მაინც რუსეთთან დააკავშირეს. საბოლოოდ გაირკვა, რომ სპორტსმენს ქუძე არა რაშა, არამედ რასელ ეწერა. მომხდარის გამო სპორტსმენმა სოციალურ ქსელში სტატუსიც გამოაქვეყნა, სადაც მე მინდა რომ წავიკითხო ეს სტატუსი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მე ვარჯიშის დროს მეფარა რუსეთის ქუდი, მინდა ყველას ვთხოვო, ნუ გაავრცელებთ სრულ ინფორმაციას. ქუდს რომელიც ფოტოზე აწერია რასელ და არა რაშა. თქოთ გვაცალოთ მშვიდი ვარჯიში და ინტრიგების ნაცვლად დაინტერესდეთ სპორტის გაშუქებით, ნათქვამია ჯაბა ყველაშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე და აქვე აღსანიშნავია ეს ფაქტიც, რომ მომხდარს ტელეკომპანია BBC-ც გამოეხმაურა და ქართული სააგენტოების მიერ დაშვებულ შეცდომაზე მათ მოკლე სტატიაც მოამზადეს. გავითქვით სახელი.
Fake news-ების გარეშე არჩეულია სალომე ზურაბიშვილისა და ილჰამ ალიევის შეხვედრას ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა სხვადასხვა საკითხებთან ერთად საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დადგენაზეც ისაუბრეს, რომელიც წლებია ბოლომდე დასრულებული არ არის. შეუთანხმებელია საზღვრის ის მონაკვეთი, სადაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსია განთავსებული. შეხვედრის შემდეგ სხვადასხვა სააგენტოების მიერ არაერთი დაუდასტურებელი ინფორმაცია გავრცელდა, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სალომე ზურაბიშვილი დათანხმდა აზერბაიჯანული მხარესთვის დავით გარეჯის ტერიტორიის გადაცემას. ამ სათაურით სტატია რამდენიმე ქართულმა ვებგვერდმა გაავრცელა, რომელიც თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარის მოადგილის თენგიზ ომანაძის სიტყვები გახლავთ. ინფორმაცია, რომელიც არანაირ ფაქტს არ ეყრდნობა საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაიჯერა და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ სალანძღავის სიტყვებით შემოიფარგლა. სალომე ზურაბიშვილის პრესპიკერი ხატია მოისრაფიშვილი ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუა და შეხვედრაზე ტერიტორიულ დათმობაზე საუბარი არ ყოფილა. ეს არის სრული ინფორმაცია, სრული ცინდრის წამება. აქ იყო საუბარი მხოლოდ მოლაპარაკების განახლებაზე, დაწყებაზე, აუცილებელია და ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროცესი განახლდეს და ერთხელ და სამუდამოდ ორ ქვეყანას შორის მოხდეს საზღვრების განსაზღვრა და დადგენა და ეს აუცილებელია ორივე ქვეყნისთვის და იმისთვის, რომ მეგობარმა ქვეყნებმა მეგობრულ პირობებში პრობლემების გარეშე გააგრძელოს საპარტნიორო ურთიერთობები. ეს არის სრულიად აბსურდული ბრალდება, რომელიც პარალელურ რეჟიმში გავრცელდა, თითქოს მოლაპარაკებისას ტერიტორიულ დათმობებზე იყო საუბარი. ტყუილი აღმოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ვანში აღმოჩენილი ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნით დათარიღებული ყელსაბამი ეროვნული მუზეუმიდან დაიკარგა და საფრანგეთში ერთ-ერთ მაღაზიაში იყიდებოდა. ძვ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა, რომელიც ასევე ამბობდა, რომ სამკაულის გაყიდვიდან შემოსული თანხა მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრის ორგანიზებას მოხმარდა. მისი სტატუსი რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომაც გააზიარა. ინფორმაცია ჩვენ ეროვნულ მუზეუმთან გადავამოწმეთ, სადაც გითხრეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია. მათი თქმით, სამკაული გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის პროგრამის ფარგლებში იყო გამოფენილი, თუმცა ის უკვე საქართველოში დაბრუნდა და მისი ნახვა ეროვნულ მუზეუმში ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ინფორმაცია შესაბამებას იმართლეს. აღნიშნული ყელსაბამი, როგორც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი, წარმოდგენილია სიმენჯანაშის სახელობის საქართველოს მუზეუმის საგანძურის მუდმივ მოქმედ გამოფენაზე. ვანის ყელსაბამი კვლავ გამოფენილია საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანძურში. ნებისმიერ დამთვალიერებელი შეიძლება მოვიდეს გვეწვიოს, ის სიამოვნოს და დაათვალიეროს გამოფენა. სამედიცინო დეზინფორმაცია და ათრებისგან თავის შეკავება უკვე წლებია მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცა. მართალია ანტივაქცინური ჯგუფები ბევრი არ არის, თუმცა ისინი ყალბი ინფორმაციის ტირაჟირებას იმდენად კარგად ახერხებენ, რომ მსოფლიო მასშტაბით ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა თანდათან კლებულობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 10 მთავარი გლობალური საფრთხიდან ერთ-ერთ გამომწვევ პრობლემად მოსახლეობის მხრიდან ვაქცინებზე უარის თქმა დაასახელა. მათი თქმით, ათრების საშუალებით ყოველწლიურად 3 მილიონამდე სიცოცხლის გადარჩენა ხდება. იმ შემთხვევაში თუ ადამიანები ათრებზე უარს არ იტყვიან, მსოფლიო მასშტაბით 1.5 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე გადარჩება. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ათრებზე უარის თქმა ერთ-ერთ გლობალურ საფრთხედ დაასახელა სოციალურმა ქსელმა YouTube-მა ანტივაქცინურ ვიდეოებს რეკლამები მოხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსგავსი შინაარსის ვიდეომ, რაც არ უნდა ბევრი ნახვა დააგროვოს, მის გამავრცელებლებს ფულს აღარ ჩაურიცხავს. და ახლა კიდევ ორი ინფორმაციის, ორი fake news-ის შესახებ მინდა გიამბოთ, რომელიც ფაქტობრივად საზოგადოების ყველაზე დიდმა ნაწილმა დაიჯერა კვირის განმავლობაში და არ მხოლოდ კვირის განმავლობაში, ეს გახლავთ სიძე პატარძალი ქორწილის ღამეს საწოლის გარეშე დარჩა. ეს ინფორმაცია სხვადასხვა სააგენტოებმა გაავრცელეს და ერთ-ერთ ადგილობრივ გამოცემას ეხება, შემთხვევა გურიაში მოხდა და ბევრმა ეს ტრაგიკომედია, რომელიც ასე უწოდეს სათაურად, გურიაში ტრაგიკომედია, გურიაში სიძე პატარძალს ქორწილის ღამეს საწოლი მოპარეს, ასევე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გურიაში სიძე პატარძლის საწოლი და ქვეშაგები მოპარეს, სიძე იძახდა, სად დავწვე ახლა მეო. ეს ერთი შეხედვით ეს ვთქვათ მხიარული სათაურები, რომელიც სოციალურ ქსელში მთელი კვირის განმავლობაში აქტუალური იყო, ძალიან ბევრმა მომხმარებელმა დაიჯერა, თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ ამ ინფორმაციას სინამდვილესთან საერთო არ აქვს და როგორც ესე ვთქვათ პოლიციას განუმარტეს ოჯახის წევრებმა, მათ სახლიდან არანაირი ნივთი არ დაკარგულა. კიდევ ერთი ინფორმაცია ამ შემთხვევაში უკავშირდება შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელზეც პოსტი გამოქვეყნდა, თითქოს ის უხერხული კითხვებზე კანონის
დაწესებას აპირებს. მე მინდა რომ ეს პოსტი წავიკითხო, შეყვარებული არ ყავს, როდის თხოვდები, ცოლი როდის მოყავს, მსგავსი ადამიანის ღირსების შემლახველი კითხვების დასმა 2019 წლიდან კანონით დაისჯება. კანონის დამრღვევი პირები დაჯარიმდებიან 500 ლარის ოდენობით, რომელიც მთლიანად დაზარალებულის ანგარიშზე ჩაირიცხება. ეს ინფორმაცია ბევრმა დაიჯერა, თუმცა მოქალაქეების დიდმა ნაწილმა მაინც იუმორით შეხედა ამ ინფორმაციას და ბევრმა ესეთი სასაცილო პოსტიც კი დაწერა. კიდევ დავამატებდი მეორე შვილის რატომ არაჩენო დროულად, თორემ მე დაგეზარება, წარმომიდგენია რამდენი 500 ლარი დამერიცხებაო. მოკლედ, ანუ არის ესე ვთქვათ, სოციალურ ქსელებში ისეთი ინფორმაცია, რომელსაც მოქალაქეების დიდი ნაწილი იუმორით ხვდება. ასეთი იყო fake news-ი, კვირის fake news-ი. მე მომდევნო კვირამდე გამშვიდობებით ამ რუბრიკით, თუმცა სოციალურ ქსელებით კვლავ შემოგიერთდებით უახლოეს დღეებში. დიდი მადლობა უჩა პირმისაშვილ